დღევანდელი დღის თემა. გაგრძელება ამ სიტყვათა განმარტებისა. შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. მათ წინააღმდეგ, ვინც კითხულობს, მხეცები რაც შექმნა, რას გვარგებდა მათი შექმნაო. ასევე იმაზეც, რომ სწორედ ეს გვაჩვენებს კიდევ უფრო აშკარად ადამიანისადმი მიგებული პატივს და ღვთის გამოუთქმელ კაცთმოყვარებას. როდესაც შრომის მოყვარე მიწათმოქმედი მიწას ნაყოფიერებასა და ბარაქიანობას ხედავს, უხვად ჩაყრის თესლს. არ დაიშურებს ხანგრძლივ და უდიდეს შრომას. და ყოველდღიურად აკვირდება, რომ მავნე რამ თესლისთვის არ გამოჩნდეს საიდანმე და მისი შრომა მთლად არ დაღუპოს. სწორედ ასევე ჩვენც, თქვენი სულიერი განწყობისა და უდიდესი გულმოდგინების ხილვისას, თქვენს გონებაში ყოველდღიურად წმინდა წერილის აზრთა დათესვას ვცდილობთ და თან იმასაც გაჩვენებთ, რამ შეიძლება ავნოს ამ სულიერ ნათესს. რათა გზას არ ასცდეთ და ეკლესიის დოგმატთა სწორი სწავლება არ შერყვნას იმ ადამიანთა დამღუპველმა სწავლებამ, ვინც ცდილობს, რომ ამ ეკლესიის დოგმატებს თავისი საკუთარი ნააზრევი შეჰმატოს. მონდობილი ცოდნის საიმედოდ შენახვა და გონებაში მტკიცედ დაცვა უკვე თქვენი საქმეა, რათა მომდევნოს მიყოლაც გაგიადვილდეთ. თუ ჩვენ სწორედ ახლა არ გამოვიკვლევთ წერილის უდიდეს სიღრმეებს და თუ თქვენც არ დაძაბავთ გონებას სწორედ ახლა, როდესაც მარხვის ჟამის გამოისობით ჩვენი სხეულის ნაწილები შემსუბუქებულია და ცურვა გვიადვილება, როცა გამახვილებულია გონების თვალი, სასატკბილობის ბოროტ გავლენას არ დაუბნელებია და სულსაც სიმხნის შენარჩუნება არ უჭირს, მაშაბა როდისღა შევძლებთ ამის გაკეთებას. მაშინ ხომ არა მხიარულების თრობისა და გაძღომის და მათგან შობილი ცოდვების დრო რომ დადგება. განა ვერ ხედავთ, რომ ზღვაში ძვირფასი ქვების მაძებარნი ნაპირზე კი არ სხედან ტალღების სათვლელად. არამედ ღრმადეშვებიან და ასე ვთქვათ, უფსკრულის წიაღში ჩადიან. მხოლოდ ასე პოულობენ იმას, რასაც ეძებენ. ამასთან, განა იმდენად რას არგებს ჩვენს ცხოვრებას იქ მოპოვებული ქვები. ისიც კარგია, თუ ისინი არ დაგვაკარგინებენ რამეს და უფრო მეტად არ გვავნებენ. აქედან ხომ, ფულისადმი ამ უგუნური სიყვარულიდან და მისწრაფებიდან ბოროტებათა აურაცხელი სიმრავლე იშობა. და მაინც მიუხედავად მათი ასეთი მავნებლობისა, ქვების მაძიებელნი თავს დიდ საფრთხეში იგდებენ, მძიმე შრომას არ ერიდებიან, ოღონდაც ის იპოვონ, რასაც ეძებენ. ხოლო რაც შეეხება წმინდა წერილს ამ სულიერ ძვირფას ქვათა კრებულს, აქ საფრთხე სრულიად წარმოუდგენელია. არც დიდი შრომაა საჭირო, სარგებელიც გამოუთქმელია. მხოლოდ გულმოდგინებით უნდა ვაკეთოთ ის, რასაც ითხოვენ ჩვენგან. ღვთის მადლი მზადაა და ეძებს გულით მის მიმღებს. ასეთია ჩვენი მეუფე. როდესაც მხნეს სულსა და მხურვალეს სურვილს ხედავს, მაშინ მისთვის დამახასიათებელი ხელგაშლილობით უხვად ანიჭებს ცისათვის გამოთხოვილ სიმდიდრეს. რა კიღა ეს იცით საყვარელნო, გონება გაიწმინდეთ ყოფითი საქმეებისგან, თქვენი აზროვნების საწიერი გააფართოვეთ. დიდი გულმოდგინებით მიიღეთ სულისაგან მოწვნილი, რათა უხვი და ნაყოფიერი მიწის მსგავსად, გაგიმრავლდეთ ნათესი და გამოიღოთ ნაყოფი, ზოგმა 100, ზოგმა 60, ზოგმა 30. თქვენ განვლილ დღეებში ღვთის გამოუთქმელი მოწყალების შესახებ საუბარს ისმენდით. ღვთისა, რომელმაც ყოველივე ხილული შექმნა და რომელმაც ეს მხოლოდ ერთი სიტყვითა და ნებით მოიმოქმედა. ითქმოდა იყოს და მეხსეულად იქმნებოდა სტიქიები. სიტყვა მიკმარა საგანთა შესაქმნელად არა იმის გამო, რომ ეს ზოგადად იყოს სიტყვა, არამედ იმიტომ, რომ ეს სიტყვა ღვთისა იყო. თუ გახსოვთ, მაშინ იმათ წინააღმდეგ ვლაპარაკობდით, ვინც ამტკიცებს, რომ ყოველივე არსებული მზა მასალისაგან შეიქმნა და ვინც ეკლესიის დოგმატებს თავისი ფუჭი ლაყბობით ბღალავს. თქვენ შეიტყვეთ, თუ რაც შეიქმნა ზეცა სრულყოფილი, ხოლო მიწა უსახური და შეუხედავი. ჩვენ მაშინ ორი მიზეზი დავამტკიცეთ. პირველი ისაა, რომ უმშვენიერე სტიქიათა ხილვა არ დაუშვებდა იმის ფიქს დავებრკოლებინეთ, თითქოს შემოქმედს საკმაო ძალა არ ყოფნის. მეორე კი ისაა, რომ მიწა ჩვენი დედა და მზრდელია. მისგან ვიღებთ საკვებს და დანარჩენ ყველაფერსაც და ბოლოს კვლავ მას უბრუნდებით. ის ჩვენთვის სამშობლოცაა და საფლავიც. და იმისათვის, რომ მისი ესოდენ განუზომელი მნიშვნელობის გამო მასზე გადაჭარბებული წარმოდგენა არ შექმნოდა, ღმერთი თავდაპირველად მას უსახურად ქმნის. რათა შემდგომმა საქმეებმა გვასწავლოს, რომ ყოველივე ზემოთქმული მიწის ბუნებას კი არ მივაწეროთ, არამედ შემოქმედის ძალას. თქვენ ასევე შეიტყვეთ, როგორ განყოუფალმა წყლები და ამ ხილულ მყარს უბრძანა გამოჩენა. ნახეთ, როგორ გამოიღო წყალმა და მიწამ სულდგმული ცხოველები. ამ ყოველივეს შეხსენება და გამეორება ახლა ფუჭად კი არ ვისურვე, არამედ იმისათვის, რომ მათ ძველ საუბრებს რომ ისმენდნენ, ერთხელ კიდევ ღრმად ჩაიბეჭდონ გონებაში. ხოლო ისინი, ვინც მაშინდელ საუბარს არ დასწრებია, ამით არაფერი დააკლდეთ. შვილთმოყვარე მამა იმ შვილებისთვის, ვინც ტრაპეზს არ დაესწრო, საჭმელს შემოინახავს, რათა ისინი იმ ტრაპეზის ნარჩენებით გამოიკვებონ მათ გარეშე რომ შედგა. ამიტომ, რადგანაც როგორც საკუთარი სხეულის ნაწილებზე, ისევ ზრუნავთ აქ შეკრებილთაგან ყველაზე და რადგანაც თქვენი აქ ყოფნა ჩვენს ქებად მიგვაჩნია, ვისურვებთ, რომ ღვთის სადიდებლად, ეკლესიის საქებრად და ჩვენი პატივისათვის ყოველი თქვენთაგანი სრულქმნილი იყოს. და თუ თქვენთვის ეს სამძიმო არ იქნება, მაშინ გუშინდელ ნათქვამს მოკლედ შევახსენებთ თქვენს სიყვარულს. თქვენ ნახეთ განსხვავება დანარჩენ ქმნილებათა და ადამიანის შექმნას შორის. თქვენ მოისმინეთ, როგორი პატივი მიაგო ღმერთმა ჩვენი მოდგმის მამამთავარს და მისი შექმნისას სიტყვითა და გამონათქვამით როგორ მიუთითა მის ღირსებაზე, როდესაც ბრძანა. შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად.
გავიგეთ ასევე, რას ნიშნავს ხატად, რომ ის ბუნებით უპირატესობაზე კი არ მიუთითებს, არამედ ხელმწიფობრივ მსგავსებზე და რომ სიტყვით ხატი უფალი მიუთითებს არა ქმნილების, ამ შემთხვევაში ადამიანის სახეობაზე, არამედ ხელმწიფებაზე და ამიტომაც დაურთავს. ბატონობდეს იგი ზღვის თევზებზე, ცის ფრინველზე, მიწის ყოველგვარ პირუტყვსა და მხედზე და მიწაზე მხოხავ ყველა ქვემძრომზე. მაგრამ აქ ელინები გვიპირისპირდებიან და ამბობენ, რომ ამ სიტყვებში არ არის ჭეშმარიტება. რადგანაც ჩვენ კი არ ვბატონობთ მხედებზე, როგორც ამას ეს სიტყვები გვპირდება, არამედ ისინი ბატონობენ ჩვენზე. მაგრამ ამის თქმა დიდი უსამართლობაა. სადაც კი ადამიანი გამოჩნდება, მხედები მაშინვე გარბიან. თუმცა ზოგჯერ, როდესაც ისინი დამშეულები არიან, ან ჩვენ ვაღიზიანებთ, გვავნებენ ხოლმე. ეს იმის გამო კი არ ხდება, რომ ჩვენზე ბატონობენ, არამედ ჩვენივე მიზეზით. ისევე როგორც ავაზაკთა თავდასხმისას ჩვენ უქმად არ ვსხედვართ და შევიარაღდებით, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვემორჩილებით მათ, არამედ იმას, რომ საკუთარ გადარჩენაზე ვზრუნავთ. ჩვენს ხამაგრამ მოვისმინოთ რა ითქვა. შევქმნათ კაცი ამბობს ტად და ჩვენს მსგავსად. ისევე როგორც მან ხელმწიფებრივ მიმსგავსებულობას ხატება უწოდა, ასევე მსგავსებად მოიხსენია ის, რომ ჩვენ რამდენადაც ადამიანს ეს შეუძლია უნდა ვემსგავსებოდეთ ღმერთს, სილამაზით, სიმდაბლით და საერთოდ ნებისმიერი სათნოებით. ქრისტეს სიტყვებით რომ ვთქვათ, იყვნენ თქვენ შვილ მამისა თქვენისა ზეცათა ისა, ისევე როგორც ამ ვრცელ და ფართო დედამიწაზე ერთი ცხოველი მეტად მშვიდია, მეორე მძვინვარე. ასევე თქვენ სულში ერთი ზრახვა უგუნური და პირუტყულია, მეორე მხეცური და ველური. და ისინი უნდა დავამარცხოთ, გადავლახოთ და გონების ხელმწიფებას დავუმორჩილოთ. მაგრამ იკითხავ, რითია შესაძლებელი მხეცურ ზრახვათა დამარცხება? რას ამბობ ადამიანო? ლომებს ვამარცხებთ და მათ სულებს ვიმორჩილებთ და მხეცური სურვილის დამშვიდება შეუძლებლად მიგაჩნია? მით უფრო რომ მძვინვარება მხეცისთვის ბუნებრივია, ხოლო სიმშვიდე არაბუნებრივი. შენში კი პირიქითაა. სიმშვიდე ბუნებრივია, ხოლო მძვინვარება ბუნების საწინააღმდეგო და განა შენ, ვინც მხეთში მის ბუნებრივ მიდრეკილებებს კლავ და იმას აზიარებ, რაც მისთვის არაბუნებრივია. თავად არ შეგიძლია რომ საკუთარ თავში ის დაიცვა, რაც ბუნებრივადაა შენი კუთვნილება? მაგრამ აი, რა არის უფრო საკვირველი და უცნაური? ლომის ბუნებაში ამის გარდა არის კიდევ ერთი უსიამოვნო თვისება. ამ მხეცებს გონება არ აქვთ და მიუხედავად ამისა, ჩვენ გვინახავს, რომ მოედნებზე მორჩილ ლომებს დაატარებენ. ხოლო სავაჭროებში მჯდომი ბევრი ადამიანი ფულითაც კი აჯილდოებს ლომის პატრონს იმ ოსტატობის გამო მას, რომ ლომის მოთვინიერება შეაძლებინა. ხოლო შენ სულში არის გონებაც, ღვთის შიშიც და ათასნაირი საშუალებაც. ასე რომ თავის მართლებასა და ბოდიშობას ნუ მოჰყვები. თუ ისურვებ, შეგიძლია იყო მშვიდი, წყნარი და მორჩილი. შევქმნათ კაცი ნათქვამია ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. მაგრამ თავარ საკითხს დაუბრუნდეთ. ზემოთქმულიდან აშკარაა, რომ თავდაპირველად ადამიანი სრულად ბატონობდა ცხოველებზე. რადგანაც ითქვა, ბატონობდეს იგი ზღვის თევზებზე, ცის ფრინველზე, მიწის ყოველგვარ პირუტყვსა და მხეცზე და მიწაზე მხოხავ ყველა ქვემძრომზე. და რატომაა, რომ დღეს ჩვენ გვეშინია მხეცებისა და ვუფრთხით მათ? რატომაა, რომ ვეღარ ვიმორჩილებთ მათ? ამას მე არ უარყოფ. თუმცა ეს ღვთის აღნათქვამს არ უპირისპირდება. თავდაპირველად ასე არ ყოფილა. პირიქით, მხეცებს ეშინოდათ და ცახცახებდნენ თავიანთი მეუფის წინაშე და ემორჩილებოდნენ კიდეც მას. როდესაც კაცმა ურჩობით თავისი პატივი დაკარგა, მისი ბატონობაც დაკნინდა. ყოველგვარი ცხოველი, რომ ნამდვილად კაცს იყო დამორჩილებული, ამის დასტურად ისმინე, რას ამბობს წერილი. მიჰგვარა ადამიანს, უფალმა ცხოველები და ყოველგვარი პირუტყვი, რომ ენახა მას და რასაც ადამი დაარქმევდა ყოველ ცოცხალს, ის იქნებოდა მისი სახელი და ადამი, როდესაც თავის სიახლოვეს მხეცს ხედავდა, კი არ გარბოდა, არამედ როგორც ბატონი თავის მონას თითოეულ მხეცს სახელს არქმევდა. რასაც ადამი დაარქმევდა ყოველ ცოცხალს, ის იქნებოდა მისი სახელი. ეს უკვე ძალაუფლების ნიშანია. ღმერთმა იმის სურვილით, რომ ამ ძალაუფლების სიდიადე ეჩვენებინა, ცხოველებისთვის სახელის წოდება მიანდო მას. ამგვარად, ეს უკვე საკმარისი მტკიცებულებაა იმისათვის, რომ მივხვდეთ, მხეცები ადამიანებისათვის საშიშარნი არ იყვნენ. მაგრამ არსებობს კიდევ სხვა მტკიცებულება არანაკლებ ძლიერი და კიდევ უფრო ცხადი. რომელი? ესაა დედაკაცისა და გველის საუბარი. ადამიანებს მხეცებისა რო შინებოდათ, გველის დანახვაზე დედაკაცი არ შეჩერდებოდა, მის რჩევას არ მიიღებდა, ასე უშიშად საუბარს არ გაუბამდა, არამედ მაშინათვე მისი დანახვისთანავე შეშინდებოდა და გაეცლებოდა. ეს კი ესაუბრება და არ ეშინია. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო შიში. როდესაც შემოვიდა ცოდვა, ადამიანებს მან ძალაუფლებაც დააკარგვინა და ღირსებაც. და როგორც მონათა შორის გამოსწორებულები ამ ხანაგებისთვის არიან საშიშნი. ხოლო გამოუსწორებლებს ამ ხანაგებისა ეშინია, ასე დაემართა ადამიანსაც. ვიდრე იგი ღვთის წინაშე კადნიერებას ფლობდა, მანამადე მხეცებს ეშინოდათ მისი. ხოლო დაცემის შემდეგ თავის უკანასკნელ მონათაგანს უკვე თვითონ უფრთხოდა. თუ ჩვენ სიტყვებს ვერ იღებ, მაშ დამიმტკიცე, რომ მხეცები ადამიანის დაცემამდე საშიშნი იყვნენ მისთვის. მაგრამ ამის დამტკიცებას ვერ შეძლებ. ხოლო თუ ეს შიში შემდეგ გაჩნდა, მაშინ ესეც ღვთის კაცთმოყვარებას ადასტურებს.
ადამიანისაგან მცნების დარღვევის შემდეგ მისდამი მინიჭებული მადლი ხელშეუხებლად რომ დარჩენილიყო, იგი ადვილად ვეღარ შეძლებდა წამოდგომას. როდესაც ურჩი ადამიანები მორჩილთა მსგავსი პატივით სარგებლობენ, მაშინ ისინი უფრო ადვილად იხრებიან ბოროტებისკენ და მისგან თავის დახსნა უჭირთ. თუ კი ახლა, როდესაც არის შიშიც, სასჯელიც და წამებაც, ადამიანები ვერ ინარჩუნებენ სიწმინდეს, მაშინ როგორებიღა იქნებოდნენ, თავიანთი მძიმე დანაშაულების სანაცვლოდ სასჯელი რო არ ემუქრებოდეთ? გამოდის, რომ ღმერთმა წაგვართვა ხელმწიფება მისი ჩვენდამის ზრუნვისა და ფიქრის გამოისობით. შენ კი საყვარელო, ამითაც შეიცან ღვთისგამოუთქმელი კაცმოყვარება. ადამმა ბოლომდე დაარღვია აღთქმა და გადავიდა კანონს. ხოლო კაცთმოყვარე და მოწყალებით ჩვენი ცოდვების აღმხოცელმა ღმერთმა მთლიანად კი არ წაართვა ხელმწიფება და მთლიანად კი არ მოაკლო მას, არამედ მხოლოდ იმ ცხოველებზე გააუქმა მისი ბატონობა, რომლებიც მისი კეთილდღეობისთვის განსაკუთრებით არ იყო აუცილებელი. ხოლო ისინი ჩვენს კეთილდღეობას მეტად რომ გამოადგებიან, ჩვენსავ მორჩილებასა და ხელმწიფებაში დატოვა. ასე შეგვინარჩუნა მან ხარების ჯოგები გუთნის შესაბმელად, მიწის დასამუშავებლად და სათესად. ასევე შეგვინარჩუნა შესაბმელი ცხოველების სახეობები მძიმე შრომაში დასახმარებლად, სიმძიმის გადასატანად. შეგვინარჩუნა ცხრის ფარები შესამოსლისთვის. დატოვა ასევე სხვა ძალიან სასარგებლო ცხოველთა სახეობები. როდესაც ღმერთმა ადამიანს მისი დანაშაულისთვის სასჯელი განუსაზღვრა თქვა, შენი ოფლით ჭამდე პურს. და რომ ეს შრომა და ოფლი აუტანელი არ ყოფილიყო, ღმერთმა მისი სიმძიმე და სირთულე შრომასა და გარჯაში შენწე აურაცხელი ცხოველით შეამსუბუქა. ის სწორედ რომ იმ მოწყალე და მზრუნველი ბატონივით მოიქცა, ვინც მონის დასჯის შემდეგ ჭრილობებზე სალბუნს დააფენს მას. ასევე ღმერთმაც დასაჯა ადამიანი და ყველანაირად შეეცადა ეს სასჯელი შეემსუბუქებინა მისთვის. მუდმივი შრომა და ოფლი მოგვისაჯა, მაგრამ შრომის შესამსუბუქებლად პირუტყვთა სიმრავლე გვიბოძა. ასე რომ, ის რომ მან პატივი მოგვანიჭა, ისიც რომ მანვე აგვყარა ეს პატივი, ის რომ ხეცების შიში ჩაგვინერგა და ყოველივე სხვა დანარჩენი თუ გულმოდგინეთ და კეთილსინდისიერად დავაკვირდებით, მის უდიდეს სიბრძნეს, მზრუნველობას და უდიდეს კაცთმოყვარებას მოწმობს. ყოველივე ამისთვის მადლობა ვუთხრათ და ვემადლიერებოდეთ მას, ვინც ასე დაგვაჯილდოვა. მძიმესა და რთულს არაფერს ითხოვს ჩვენგან იგი, არამედ მხოლოდ იმას, რომ ჩვენ ვაღიარებდეთ მის ამ ქველმოქმედებას და მადლობას ვწირავდეთ მათთვის. სხვათა შორის არა იმიტომ, რომ მას ჭირდება ეს. მას არაფერი ჭირდება. არამედ იმისთვის, რომ ამით მადლის მომცემელის წყალობას ვეღირსოთ, უმადურები არ ვიყოთ და პირიქით, ჩვენდამი მისი ესოდენი ზრუნვის შესაფერი მადლიერება განვიცადოთ. ამით მას ჩვენდამი კიდევ უფრო მეტი წყალობისათვის განვაწყობთ. გარწმუნებთ, უზრუნველობას ნუ მივეცემით. პირიქით, თითოეული თქვენგანი ყოველ საათს შეძლებს დაგვარად ფიქრობდეს ღვთისქველმოქმედებაზე არა მარტო ზოგადად, არამედ კონკრეტულად მისთვის ნაწალობებს სიკეთეზე. არა მხოლოდ იმაზე, რაც საყოველთაოდ ცნობილი და აშკარაა, არამედ იმაზე, რაც მხოლოდ პირადად მან იცის და სხვამ არავინ. სწორედ ეს შეაძლებინებს კაცს, რომ გამუდმებულად მადლიერებით მიმართავდეს უფალს. ეს არის სწორედ დიდი მსხვერპლი. ეს არის სწორედ სრულყოფილი მსხვერპლშეწირვა. სწორედ ეს მოგვაპოვებინებს ღვთის წინაშე განსაკუთრებულ კადნიერებას. და თუ როგორ, ამას განმარტავ, ვისაც გამუდმებით ახსოვს ეს და საკუთარ არარაობას ბოლომდე აცნობიერებს. ხოლო მეორე მხრივ კი ღვთის გამოუთქმელ და უზომო კაცთმოყვარებაზე ფიქრობს, განსჯის, თუ როგორ მოაწყო მან ჩვენი საქმეები, არა ჩვენი ცოდვების, არამედ მისი კაცთმოყვარების საზომით. ამგვარად მოფიქრალი ეს ადამიანი მოაკვდინებს საკუთარ აზრებს, შემუსრავს ფიქრებს, დათრგუნავს ყოველგვარ სიამაყეს, არად ჩააგდებს ამასოფლის დიდებას, აღარც არაფერი ხილული ეღირება მისთვის რამედ. იგი მომავალ სიკეთეზე, უკვდავ და დაუსრულებელ სიცოცხლეზე ფიქრობს. ამგვარი სულიერი განწყობის მქონენი ჭეშმარიტ და სასურველ მსხვერპლს წირავენ ღმერთს, როგორც ამბობს წინასწარმეტყველი. სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. არ გაკეთილად მოფიქრალ მონებს იმდენად სასჯელი და ტანჯვა კი მოასწორებთ, რამდენადაც ქველმოქმედება და იმის შეგნება, რომ ისინი დამსახურებულზე ნაკლებად დაისაჯნენ. ასე რომ გევედრებით შეიმუსრეთ სული და იმდაბლეთ გონება განსაკუთრებით ახლაა, როდესაც მარხვის ჟამი საამისოდ მშვენიერ შესაძლებლობას გვაძლევს. თუ კი ასეთი განწყობა გვექნება, მაშინ ლოცვასაც დიდი სიმხნით შევძლებთ და ცოდვათა აღიარებით დიდ მადლსაც მოვიპოვებთ ზეციდან. ხოლო იმის დასტურად, რომ ასეთი სული სასურველია უფლისთვის, ნახე რას ამბობს იგი თავად. ვის მივხედავ? გლახაკს და მშვიდს, ვისაც ჩემი სიტყვების აშინებს. ამიტომაც თქვა მოწაფეებთან ლაპარაკისას ქრისტემ. ისწავეთ ჩემგან, რამე თუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოვოთ განსვენება სულთა თქვენთა. ვინც ნამდვილად იმდაბლებს თავს, იგი არასოდეს მივა განრისხებამდე, არ განურისხდება მოყვას, რადგანაც მისი სული დამდაბლებულია და იმაზე ზრუნავს, რაც თავად მას ეხება. განა ვინ იქნება ამგვარად განწყობილ სულზე უნეტარესი? ასეთი ადამიანი გამუდმებით ნავსადგურში ზის, ყოველგვარ ქარიშხალს განრიდებული და აზრთა მდუმარებით ტკბება. ამიტომაც თქვა ქრისტემ, ჰპოვოთ განსვენება სულთა თქვენთა.
მაგრამ ისევე როგორც ამ ვნების დამთრგუნველნი ტკბებიან უდიდესი სიმშვიდით, ასევე პირიქით, ზარმაცები და უზრუნველები ისინი, ვისაც მათში აღმოცნებული მრისხანების დაცხრობა არ შეუძლიათ გამუდმებულად ღელავენ. შინაგან ტვირთს ეზიდებიან და თუმცა აღმაშფოთებელი არავინაა, შფოთავენ და ქარიშხალში ხვდებიან. როდესაც ტალღები აიშლება და ბოროტ სულთა ქარბუქი ამოვარდება, ხშირად ასეთები უფსკრულში აღმოჩნდებიან ხოლმე, რადგან მათ ხომალდს მესაჭის გამოუცდელობა ღუპავს. ამიტომაა საჭირო სიმხნე, სიფხიზლე და გამუდმებული და დაუძინებელი ზრუნვა სულის ცხონებაზე. ქრისტიანს ყოველთვის ხორციელ ვნებებთან უწევს ბრძოლა. მას ცოცხლად უნდა ახსოვდეს ყოველთა მეუფისაგან მოცემული მცნებები, მათით იცავდეს თავს და შესაბამისად სარგებლობდეს ჩვენ და მისი დიდი მოთმინებით. არ უნდა ელოდეს, რომ ჯერ დაემართოს რამე და მერე დაიმდაბლოს თავი, რათა ჩვენზე არ ახდეს ნათქვამი. რაჟამს მოსრავენ მათ, მაშინ ეძიებდიან მას. ამგვარად, საყვარელნო, რა კიღა ახლა მარხვას გეხმარებათ, ყველა მიჩქარეთ ცოდვათა აღიარება, ყოველგვარი ბოროტებისაგან განშორება და სათნოებების გაძლიერება. ამას გვასწავლის ნეტარი წინასწარმეტყველი დავითიც, როდესაც ამბობს: მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი. თუ ყოველივეს ასე ვიზამთ, თუ საჭმლისაგან თავშეკავებას დაურთავთ თავშეკავებას ბოროტებისაგან, მაშინ დიდ კადნიერებას მოვიპოვებთ და ღვთისაგან უმეტესი წყალობის ღირსები გავხდებით. როგორც ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში, ისე იმ საშინელ დღეს, ლოცვითა და მეოხებითა სათნომყოფელთა მისთა, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს, მამისა და სულისა წმიდისა თანად დიდება, პატივი და უფლება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.